დაცვაში გაუმჯობესებული შედეგები იმ სამუშაო შედეგია, რასაც კულისებს მიღმა აკეთებ, რადგან აქ უკვე ორი მშრალი მატჩი იყო. მაშინ როცა მშრალი თამაშები განსაკუთრებით სახლში ძალიან რთულად მოსჩანდა. ეს ალბათ ძალიან სასიამოვნოა შენთვის. რას აკეთებ კულისებს მიღმა იმისთვის, რომ გუნდი დაცვაში უფრო მყარი გახდეს? კი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ფიქრობ, ბევრ რამეს ნიშნავს. ეს არ არის მარტივი, მაგრამ უდაოდ უფრო ადვილია თამაშების მოგება მაშინ, როცა ამისთვის ყოველ თამაშზე ბევრი გოლის გატანა არ გჭირდება. ხომ ასეა? ჩვენ გავართ გუნდს, რომელსაც შეუძლია ბევრი პრობლემა შეუქმნას მეტოქეს, შექმნას მომენტები და გაიტანოს გოლები. ასე რომ თავარია სწორი ბალანსის პოვნა. კიდევ არის გასაუმჯობესებელი საკითხები. ეს ნამდვილად ის სფეროა, რაზეც მუშაობთ. როდესაც ბურთი არ გვაქვს, გუნდურად, კოლექტიურად ვიყოთ უკეთესები. მაგრამ 3-4 კვირის განმავლობაში ყველაფერს ვერ გამოასწორებ და უცებ იდეალურად ვერ გამოჩნდები. ამის გააზრება აუცილებელია. თუმცა ბიჭებმა ძალიან კარგად უპასუხეს იმ მოთხოვნებს, რაც მათ დაუსახეთ. მშრალი მატჩი ისევე როგორც ყველაფერი, რაც შაბათს ვნახეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამარჯობა მაიკლ. როგორი გამოწვევაა შენთვის ისეთი გუნდი, როგორიც ვესტჰემია? ცხადია, ისინი ცხრილის ქვედა ნაწილში არიან და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. განსხვავებული მიდგომაა საჭირო ასეთ მატჩთან? ფიქრობ, თამაშის შესვლისას ორივე გუნდის მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ. ყველა იმ მატჩი, რაც აქამდე ვითამაშეთ, ფეხბურთელებისთვის სურათის დახატვას ვცდილობდით და სამშაბათს საღამოსაც იგივე იქნება. თამაშის ტიპი, თამაშის შეგრძნება, რა უნარებზე მოგვიწევს დაყრდნობა, სხვადასხვა მატჩი სხვადასხვა გამოწვევას გვთავაზობს. და დიახ, რა თქმა უნდა, ლიგის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები გადარჩენისთვის მძაფრად იბრძვიან, მაგრამ ჩვენც ვიბრძვით, ჩვენს ბევრი გვაქვს მოსაგები. ასე რომ გარკვეულწილად ეს ბალანსდება და საბოლოოდ საქმე იმაზე მიდის, ვინ გამოვა გამარჯვებული. თუმცა სრულიად ვაცნობიერებთ რა გველის სამშაბათ საღამოს და რამდენად რთული იქნება ეს მატჩი. რას ფიქრობ ვესტჰემზე, ნუნო ეშპირიტუ სანტუშის ხელმძღვანელობით? კი, გარკვეული ცვლილებებია. ტრავმები წართულებს მათ მდგომარეობას. ისინი ძალიან ძლიერები არიან სწრაფ გადასვლებში, ძალიან სახიფათო გუნდია. ყავთ რამდენიმე მართლაც კარგი შემტევი ფეხბურთელი. ჩვენ უკვე გავაანალიზეთ ისინი და გარკვეულ წარმოდგენაც გვაქვს, ისევე როგორც მათ ექნება ჩვენზე. მაგრამ დიახ, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. საკუთარ სტადიონზე, როცა ტემპს აიღებენ, ძალიან სახიფათო გუნდია. ასე რომ ამისთვის სრულიად მზად უნდა ვიყოთ. მაიკლ, პრაქტიკულად ყველა პრესკონფერენციაზე ამბობ, რომ არაპირებ აჟიოტაჟში შესვლას და არც ხვებს მისცემ ამის საშუალებას. როცა მილზბრო ჩაიბარე, ბევრი მატჩი მოიგე. იყო რამდენიმე მარცხიც, მაგრამ გამარჯვებები ჭარბობდა. არის თუ არა რაიმე იმ პერიოდიდან, რაც შეიძლება ამ პერიოდშიც გამოგადგეს კონცენტრაციის შენარჩუნებაში, მომდევნო თამაშზე ფოკუსირებაში და ზედმეტი აჟიოტაჟის აცილებაში, რადგან ამის ასე თქმა მარტივია. არა, თქმა მართლა ძალიან მარტივია, მაგრამ მოусმინეთ, ერთ-ერთი ნაწილი ისიც არის, რომ გამარჯვების ემოციით უნდა ისიამოვნო, არა? აუცილებლად, ამისთვის ვართ ამ საქმეში. უნდა მართო ის აღმავლობა და თავიდანვე უნდა დატყვე გამარჯვების შეგრძნებით. მუდმივად ემოციურად ნულოვან მდგომარეობაში ვერ იქნები. მაგრამ შემდეგ მომდევნო თამაშის წინ უნდა მოახდინო გადართვა, ისევე მოემზადო და იფიქრო იმაზე, რაც წინ გელოდება. ამასთან ერთად აუცილებლად უნდა წაიღო თავდაჯერება და კარგი შეგრძნება წინა თამაშებიდან. იცოდე, რომ მომდევნო მატჩი უფრო პოზიტიური განწყობით შედიხარ. თავარი გამოწვევა ალბათ არის იმის გაცნობიერება, რა მიგიყვანა აქამდე. შრომამ, მომზადებამ და იმის გააზრება, რა სჭირდება ამ დონეზე ფეხბურთის მატჩის მოგებას. ეს ძალიან რთულია, ამიტომ არასდროს უნდა იფიქრო, რომ შემდეგი თამაში უბრალოდ თავისით წავა კარგად. მაგრამ ამავდროულად უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება იგრძნო ის ემოციური ტალღები, რადგან სიმართლე რომ თქვა, ამის გარეშე ყველაფერი ცოტა უინტერესო და უაზროც იქნებოდა. გამარჯვება ისაა, რისკენაც ყველანი ვისწრაფვით. ბიჭებმა ამ მხრივ ძალიან კარგად გაართვეს თავი. მოიგეს, განიცადეს ის ემოცია, დაუბრუნდნენ ვარჯიშზე და კონცენტრირდნენ შემდეგ თამაშზე. ეს უნდა გავაგრძელოთ. შენ ხომ არ აპირებ იმის გაკეთებას, რასაც შენი ყოფილი მწვრთნელი აკეთებდა მოთამაშეებისთვის სერიოზულ გაკიცხვას მაშინაც კი, როცა მატჩს მოიგებდნენ. ან მსგავს რაიმეს? ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, საიმონო. გამარჯობა მაიკლ. ბრუნომ თამაშის შემდეგ ტელევიზიაში თქვა, რომ ადრე ფიქრობდა, რომ შესანიშნავი მენეჯერი იქნებოდი და რომ ის დღემდე ასე ფიქრობს. გახსოვს თუ არა კონკრეტულად რა გითხრა მაშინ და რას გრძნობს ადამიანი, როცა შენზე ასე საუბრობენ? კი, რა თქმა უნდა. ბრუნოს დიდი ხანია ვიცნობ და საკმაოდ ახლოსაც. ხანდახან მას ხვდებოდი მაშინაც, როცა კლუბიდან წავედი და ზოგი შეხვედრა შემთხვევითიც იყო. ასე რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კარგად მესმის, რამდენად ინტელექტუალი ფეხბურთელია. ის ჭკვიანია და ამ კლუბზე ძალიან ზრუნავს. ასე რომ ამ ხრივ ყველას ერთი და იმავე გვინდა.
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ფეხბურთელები, რომლებსაც პატივს ცემ, როგორც მე ვცემ ბრუნოს, დიდ პატივს, შენზე კარგ სიტყვებს ამბობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი გუნდზეა. გუნდიდან მაქსიმუმის მიღებაზე. რეალურად ეს საერთო მუშაობას ნიშნავს, ასე რომ დრო აჩვენებს. ამ ეტაპზე არც იმის შეფასებაა სწორი, რამდენად კარგები ან წარმატებულები ვართ, რადგან ჯერ რეალურად არაფერი მომხდარა. ახლა და სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მე ვნახავთ რა იქნება შემდეგ. გუნდურ სიახლეებზე რომ ვკითხო. იქნება თუ არა მეისონ მაუნტი მზად დაბრუნებისთვის და ასევე მატაის დელიხტი შეიძლება თუ არა მზად იყოს ასოციაციის თასის პაუზის შემდგომ. მეისონი ალბათ სამშაბათისთვის ვერ იქნება მზად, უფრო შემდეგისთვის, მაგრამ ევერტონთან მატჩისთვის ის აუცილებლად დაბრუნდება. რაც შეეხება მატას, ვნახოთ, როგორ განვითარდება ყველაფერი. იცით, ევერტონთან თამაში ამ მომენტში საკმაოდ ჩვეულებრივად ჩანს, ასე რომ დავაკვირდებით მის პროგრესს. ის პოზიტიურია და სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ მეისონი მასზე ცოტათი ახლოსაა დაბრუნებასთან. სრულიად სხვა თემაზე გადავალ და წინასწარ ბოდიშგიხდი ამ კითხვისთვის, მაგრამ არის ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც უკვე დიდი ხანია ელოდებათ მის შეჭრას. მაინტერესებს, რამდენად ხარ ამის შესახებ ინფორმირებული და ხომ არ შევა ეს ამბავი ესხმთან მატჩის წინ შენს მიმართვაში გუნდისადმი? შეგიძლია თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. დიახ, უფრო სწორად ჩემი შვილებისგან გავიგე ამის შესახებ. მაგრამ პროფესიულ დონეზე ეს ნამდვილად არ შევა გუნდის მიმართვაში. თუმცა მესმის, რა ხდება და უნდა თქვა, რომ ეს ცოტა მეც მგრის ღიმილს. საბოლოოდ თამაშზე გავლენას ეს არ მოახდენს. შენ ახსენე ბრუნო ფერნანდეშის გოლი მარცხენა ფლანგიდან. პირველი ტაიმის დასაწყისში იყო მომენტი, როცა ამაც ანიშნე, რომ მარჯვენა მხარეს გადართულიყო. მინდა ცოტა უფრო დეტალურად ვიცოდე, როგორ აძლევს შენს შემტევ ფეხბურთელებს თავიანთი როლების ინტერპრეტაციის საშუალებას, როგორც ჩანს მათ საკმაოდ დიდი შემოქმედებითი თავისუფლება აქვთ. კი, გარკვეულ ფარგლებში, მანამ სანამ როლებს სწორად ასრულებენ. ეს არ არის სრული ქაოსი, სადაც ყველა შეუძლია უბრალოდ წავიდეს და თავად გადაწყვიტოს ყველაფერი. უფრო იმაზეა თუ სად ხვდები კონკრეტულ მომენტში. ბრუნო ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც ესმის სხვადასხვა როლი და მათ განსაკუთრებულად კარგად ასრულებს. ბრაიანმა მსგავსი რამ გააკეთა. ასევე მატეუსმაც ზოგჯერ ცენტრი თამაშობს, ზოგჯერ მარცხენა ფლანგიდან, ეს ვფიქრობ მრავალფეროვნებას გვაძლევს. ყველა მათგანი სხვადასხვა ტიპის როლისთვის არის შესაფერისი. ამადი ალბათ ბუნებრივად უფრო ფლანგის მოთამაშეა და ამ მხრივ ცოტათი უფრო პროგნოზირებადია, თუ ასე შეიძლება ითქვას. ეს მოქნილობა ნამდვილად გვეხმარება, ოღონდ იმ პირობით, რომ როცა ბურთი არ გვაქვს, პოზიციებს კარგად ვიცავთ.